ოსკარის ტრიუმფატორი ფილმი ბრძოლა ბრძოლის შემდეგ გახდა. ფილმმა გაიმარჯვა საუკეთესო ფილმის კატეგორიაში, ასევე ოსკარი მიიღო პოლ ტომას ანდერსონმა საუკეთესო რეჟისურისთვის. კინოსურათმა ოსკარი აიღო საუკეთესო ადაპტირებული სცენარის კატეგორიაში, ხოლო შონ პენს ოსკარი გადაეცა ფილმში შესრულებული მეორე ხარისხოვანი როლისთვის. სულ ფილმმა 6 კატეგორიაში მოახერხა გამარჯვება. ერთადერთი მოულოდნელობა ალბათ საუკეთესო მამაკაცის როლის კატეგორია იყო. კინოაკადემიამ ოსკარი მაიკლ ბი ჯორდანს გადასცა ფილმისთვის ცოდვილნი. კინოსურათმა გაიმარჯვა საუკეთესო ორიგინალური სცენარის კატეგორიაშიც. ასევე ფილმის ოპერატორმა ოტემ დურალ-დარკაპოვმა აიღო ოსკარი და გახდა მეორე ქალი ისტორიაში, რომელმაც ეს ჯილდო დაიმსახურა. საუკეთესო ქალი მსახიობი, როგორც მოსალოდნელი იყო, გახდა ჯესი ბაკლი ჰამლეტში შესრულებული როლისთვის. მეორე ხარისხოვანი ქალის როლის კატეგორიაში კი ემი მადიგანი გამოარჩიეს ფილმისთვის იარაღები. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ასევე როგორც მოსალოდნელი იყო, ოსკარი მიიღო სენტიმენტალურმა ღირებულებამ. საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიაში გამარჯვებული კი გახდა ბატონი არავინ პუტინის წინააღმდეგ. საუკეთესო ანიმაციური ფილმის კატეგორიაშიც არ ყოფილა სიურპრიზები, ოსკარი მიიღო K-pop დემონებზე მონადირეებმა.